კონკრეტ წეგანს ფოტოშურს აღნიშნეთ, ხო, ჯილდოს რაოდენობა რო გავიგეთ, ეხო мотиваციის მომცემია ხო და დღეს კიდევ ვისაუბროთ мотиваციაზე. არის რაღაცა ესეთი სპეციალური შეგრძნება, რომელიც გვაქვს ჩვენს ხეულში, გონებაში, რომელიც გვიბიძგებს რაღაცა სიახლეებისკენ. და ხშირად ვიყენებთ ხოლმე ამ ფრაზას, ვამბობთ რომ ამის აი რაღაც мотиваცია არ მაქვს რაღაცა რომ გავაკეთო. ამ პირიქით ვამბობთ რომ აი ძალიან მოტივირებული ვარ და აბა შეუდგები საქმეს და გავაკეთებ და მთებს გადადგა მოკლედ იმისთვის რომ რაღაც გააკეთო და ეს განწყობა რაღაცნაირად შინაგანად თითქოს და გვაქვს, მაგრამ პერიოდულად ჭირდება გარეგანი გამღიზიანებლები, ხო? მეგობრების სახით, უბრალოდ რაღაც ახალი ინფორმაციის მიღების სახით და შემდეგ აი მომწიფთ ეს ამბავი რომ უცებ აი გაიღვიძო დილას და თქვენის არ იყოს ყავა გადაკრა და უცებ გაემართო და გააკეთო საქმე მოტივირებულმა აიყოლიო კიდე სხვები ეს კიდე ცალკე უნარია და მოახერხო რაღაცა ძვრების გაკეთება რომელიც არა მარტო შენთვის იქნება სასიკეთო არამედ სხვებისთვისაც ამ პირიქით ხელს რო გიშლიან და მოტივაციას რო გიგდებენ ნუ ეს ხელშემშლელი ფაქტორები ცალკე ეს ცოტა ვთქვი მაგაზე რომ რაღაცა ისეთი პოზიტიური არა ეგეთი ხდება ხოლმე ჩვენ მოტივაცია როგორც ამოძრავებელი ძალა ამ თემაზე ჩვენ სტუმართან ერთად ვისაუბრებთ ლია ფუტკარაძე საორსას დამფუძნებელი იქნება ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით. სხვათა შორის თქვენთან საუბრის მერე ყოველთვის განცდა გვაქვს ხოლმე ეს მომართული და ყოველთვის რაღაც სურვილი გიჩნდება რომ რაღაც გავაკეთოთ და აი ამის რეცეპტი რო გაგვიზიაროთ კარგი იქნება ამაზე არ გილაპარაკია. ძალიან დიდი მადლობა. შევადღებ ჭიდობისა და ბედნიერებისა მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და ძალიან დიდი მადლობა რომ ფიქრობ რომ ეს სწავლის დაწყებასთან, უნივერსიტეტის დაწყებასთან, ბაღის დაწყებასთან ერთად რაღაც აი სექტემბრის ასე რომ ვთქვათ სიახლეებთან ერთად საუბრობთ არა მარტო სიტყვა, არამედ საუბრობთ იმ ფენომენზე, რომელიც ყველასთვის აბსოლუტურად აი ყველა ადამიანისთვის არის უნივერსალური. ხო არ აქვს მნიშვნელობა ჩვენი ცხოვრების ჩვენ რა ტიპის ისტორიები გაგვაჩნია, ან რა ტიპის პროფესიაში ვიმყოფებით, ან როგორია ჩვენი შრომის გამოცდილება, ან ჩვენი ცხოვრების გამოცდილება, ყველასთვის რაღაცა უნივერსალური ფენომენია мотиваცია, როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში. თუმცა სანამ დავიწყებდი, ალბათ რაღაცაერთ მე ვფიქრობ, რომ ჩემი ასე რომ ვთქვათ, შინაგანი мотиваცია მეუბნება იმას, რომ ზუსტად ამ სივრცეში შემიძლია რომ რაღაც წილ ასე რომ ვთქვათ, გუშინდელი დღის მოვლენებს გამოვეხმაურო და კესარი აბრამიძის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ უხარება გამოვთქვა და ამავდროულად აბსოლუტურად ყველა ადამიანს და ყველა ქალს ვუთხრა, რომ ყველას გვაქვს უფლება ბედნიერების და ყველას შეგვიძლია ვიყოთ ბედნიერები და რომ ჩვენ გვაქვს ყველა ის რესურსი იმისათვის რომ ერთმანეთს ხარდაჭერა აღმოვაჩინოთ დროულად და არასდროს არ დავივიწყოთ რომ თქვენი ორგანიზაცია ამაში აქტიურობებს და პრინციპში мотиваციაზე რომ ლაპარაკობთ ვიცით რომ წლების განმავლობაში ქალებს ანუ იმდენად ამოტივირებთ რომ შემდეგ ისინი ანუ აი როგორც ტრამპლინს ისე იყენებენ თქვენ ორგანიზაციას და ძალიან ბევრს იღებენ. ძალიან დიდი მადლობა. დღეს ვსაუბრობთ мотиваციაზე, სხვათა შორის, როდესაც ვფიქრობდი, რომ ჩვენ სხვათა შორის ვისაუბრეთ ამ თემაზე ერთხელ, ჩვენ ვისაუბრეთ წარმატების ქურდებზე, ჩვენ ვისაუბრეთ თუ როგორ მივახციოთ ჩვენს პროფესიას, ჩვენს კარიერაში წარმატებაზე და მართლაც ამოუწორავი თემა, იმდენ რომ ყველას ასე რომ თქვათ ინდივიდუალური ისტორიები გაგვაჩნია და აბსოლუტურად ჩემთვის პირადად კარიერული თერაპევტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის мотиваცია, მიზნები, სურვილები, ყურვილები, ის მოთხოვნები, რომელიც მათ შრომასთან და პროფესიასთან ან კარიერასთან დაკავშირებით აქვს. თუმცა დავეზუსტებ, რომ мотиваცია მხოლოდ არ ეხება ჩვენს კარიერას, არამედ ეხება ჩვენს ცხოვრებას. ამიტომაც ყველა ადამიანისთვის, აი ვინც გვისმენს, ან მოგვისმენს, რომ დავფიქრდეთ ეს мотиваცია, ამ мотивაციის გაგება, თუ რა არის ჩემი мотиваტორი, ან რა არის ჩემი мотиваცია, მნიშვნელოვანია რამოდენიმე მიზეზის გამო. თავად мотиваცია, მოდი ვთქვათ, რომ ეს არის მარტივად სურვილის აღძვრა. ძალიან კარგად აღნიშნეთ ზუსტად, რომ ჩვენთან როდესაც მოდიან ადამიანები, ხედავთ იმ ტრანსფორმაციას, როდესაც ადამიანები ფაქტობრივად რაღაც ახალს აკეთებენ. იწყებენ თავიანთ თავზე ზრუნვას, იწყებენ საზოგადოებაზე ზრუნვას, იწყებენ თავიანთ მიზნებზე ზრუნვას, ხო და ეს ტრანსფორმაცია ხდება ძალიან მოკლე დროში, იმიტომ რომ თურმე мотиваციის შექმნა ყოველთვის ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე. სურვილის აღძვრის, ანუ გაგება თუ რა არის ჩემთვის мотиваცია, რამოდენიმე კომპონენტისთვის, აი რატომ არის მნიშვნელოვანი ვისაუბრო დღეს. პირველი, იმიტომ რომ მინდა, ესე იგი პირველ პირში ვისაუბრებ, რადგანაც ყველა ადამიანს ეხება ეს, ხო? მინდა რომ შევძლო, ნახეთ,
ავხსნა, გავიგო, ყველა ის ჩემი ქცევა, ყველა ჩემის გადაწყვეტილება, რომელსაც ცხოვრებაში ვღებულობ, ხო? რატომ? იმისთვის, რომ ჩემი, ასე ვთქვათ, მიზნების მისაღწევად იმ განხორციელებულ შრომაზე, ანუ საქმეზე, რასაც ვაკეთებ, მუდმივად მქონდეს რაღაც ენერგია, რომელიც მოქმედების საშუალებას მომწევს. ამიტომაც ესე იგი, ეფექტურობის შესაძენად мотивация არის ეფექტურობის მისაღებად, ანუ ვიყო შედეგიანი, ხო? მეორე კომპონენტი რაც ძალიან საინტერესო არის, ეს არის რომ შეგვეძლოს ბიძგი მივცეთ მოქმედებას. ანუ როგორ რაღაცა კი ვამბობთ რომ იცი რა, აი ახლა დღეს მინდა პიროდად მოსწავლე ამბობს რომ 10-იანი მინდა მივიღო, ხო? ან ჩვენ თავად ვამბობთ რომ არ ვიცი, მაგათ მინდა დავწინააღმდეგო. რას აკეთებს ამით? ანუ რას ვაკეთებთ ამს? ანუ ბიძგს ეს мотивация გვეხმარება ბიძგი მივცეთ ჩვენს მოქმედებას, ანუ ჩვენს რაღაც გადადგმულ ნაბიჯებს. მესამე კომპონენტი ეს გახლავთ ჩვენ თავადვე გადავწყვიტოთ აი мотивацიის მნიშვნელობა თუ მოტივირებულები ვარ და мотивацიის მნიშვნელობა გავიგე საკუთარ თავთან, ესე იგი, რას ვაკეთებ? ვცდილობ გავაუმჯობესო ჩემი ურთიერთობები და ზუსტად ვიმეგობრო, მქონდეს ურთიერთობა ჯანსაღად მოაზროვნე. მოდი ვთქვათ, ჯანსაღ ადამიანთან ესე ვეძახით ხოლმე, რომ არსებობენ ტოქსიკური ადამიანები და არსებობენ ჯანსაღი ადამიანები, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას უფრო ახალისებენ ან პირიქით, ხო? აი დესტრუქციული კრიტიკის მქონე ადამიანები, რომლებიც პირიქით რაღაცა мотивациას გიგდებენ. мотивациას მიკლავენ ფაქტობრივად. ამიტომაც мотивацიის მნიშვნელობის გაგება ამისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ გადავწყვიტო ვისთან მექნება ურთიერთობა, ხო? ჯანსაღ ადამიანთან მინდა ურთიერთობა. мотивацიის მნიშვნელობა ასევე აუცილებელია ჩვენ გავიგოთ, იმიტომ რომ ესე იგი ავირიდოთ და ავიცილოთ ის ჩვევები, მავნე ჩვევები, ან ის დამოკიდებულებები, იქნება ეს ნარკოდამოკიდებულება, სასმელ დამოკიდებულება, არ ვიცი, ტელეფონ დამოკიდებულება, თუ ნებისმიერი დამოკიდებულება, ადიქცია, მოდი ასე ვთქვათ, ხო, რომელიც გვავნებს. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი ეს არის, რომ мотивацიის მნიშვნელობის გაგება არის, რომ მომქონდეს სრული ფლობა საკუთარ ცხოვრებას. თავის უხლება. ნახე როგორი რამ არის, ანუ წარმოიდგინეთ ახლა мотивация და ჩემი სრული ფლობა და კონტროლი საკუთარ თავზე რამდენად დაკავშირებულია ერთმანეთთან. ამიტომ ეს არის ნამდვილად უნივერსალური ფენომენი. და ბოლო მომენტი, რაც ძალიან გვიყვარს საურსალში ამ წყვის გამოყენება, ეს არის ადამიანმა გაუმჯობესოს თავისი კეთილდღეობა. ანუ სიცოცხლის უნარიანობა შესძინოს საკუთარ ცხოვრებას. ჟღერს. ნამდვილად კარგად ჟღერს, რომელიც მიღწევადია ასევე. და იმისათვის რომ ხშირად ადამიანები რომლებიც მოდიან ჩვენთან და ინდივიდუალ კონსულტაციას ვაკეთებ, ძირითადი ანუ მსგავსება ადამიანების წუხილების შორის არის ის, რომ არის ნაკლები мотивация აქვს, არა ვარ თვითკმარის ამისოთ, რაღაცა არავის უყვარვარ, რაღაცა მარტო ვძნობ თავს, ენერგია არა მაქვს, არა მაღიზიანებს რაღაც სხვადასხვა საკითხები, მოწყენილი ვარ, ან მარტივად მოწყენილი ვარ, ლია რა გავაკეთო, ხო? ამიტომაც ვფიქრობ, რომ დღეს мотивациაზე ვინც დაფიქრდება და დაიწყებს ფიქრს, რომ რაოდენიმე მნიშვნელოვანია, რომ ჩაკუთარ თავში, ჩემს შვილებში, ჩემს მეგობრებში, ჩემს ირგვლივ მყოფ ადამიანებში უფრო მეტად ავამაყობთ мотивация, სამისოთ ყველას შეგვწევს, ასე ვთქვათ, ყველას შეგვიძლია რომ გადავდგათ ნაბიჯები. სხვათა შორის აი ძირე ნაბიჯების მნიშვნელობაზე, აი მახსოვს რამდენიმე წლის წინ Facebook-ზე აქტიურად იდო ეს, როდესაც ერთი ამერიკელი გენერალი რაღაც კონგრესთან ლაპარაკობს იმაზე, რომ რამდენად მნიშვნელოვანია, როცა დილას იღვიძებდა თუ არაფრის განწყობა არ გაქვს, ну მინიმალური მაინც გააკეთე, აი ლოგინი დააკეთე. შხაპი, სახე დაიბანე, ცოტა გააკეთე ვარჯიში და მინიმუმ იმის განცდა გექნება, რომ რაღაცა ქენი. ანუ ლოგინი აღარ გაქვს დასალაგებელი და როდესაც ამას აქცევ ყოველდღიურობად, ხვდები რომ ყოველთვის რაღაცა მიღწევა გაქვს, პატარა პლუსი. მე უკვე ამისთვის აღარ გცალი, ამაზე აღარ ფიქრობ ლოგინი მაგ დასალაგებელი. მოდი ვთარგმნოთ პატა ეს რაც თქვით ძალიან კარგი რამეს. ინგლისური. მოდი მარტივად რომ ვთარგმნოთ, мотивацიის ორი ფორმა არსებობს, შინაგანი და გარეგანი, ხო? კომპონენტები. შინაგანი არის ის, რაც ჩემი საკუთარი თავისგან არის წამოსული, ჩემთვის ღირებული და მნიშვნელოვანია, ხო? აი, ჩემი სამყაროსგან წამოსული мотиваტორები, ხოლო გარეგანი არის ნებისმიერ ჯილდოებზე რომ ვსაუბრობ, წინა ასე ვთქვათ, საუბრის დიალოგის, ხო? ჯილდო არის გარეგანი мотиваტორი, ხო? რომელიც მას მოქმედებისკენ მიბიძგებს. ამ დაფასება. ასევე არსებობს ახალი ფენომენი წამოვიდა სხვათა შორის კვლევები ამას ამბობს, ოჯახის мотивация. ანუ რაღაცას ვაკეთებთ, შეიძლება დაბალი იყოს ჩემი
მოდი თქვა უდრეკობა, შეუპევრობა, მედეგობა ან რაღაცა უწყვეტობა ჩემი ქმედების, მაგრამ რაღაცას ვაკეთებ ზუსტად, იმიტომ რომ სჭირდება ეს ჩემს ოჯახს. ხო? ეს ფენომენიც განიხილება, მაგრამ ისეთ რამეს გავაზიარებ, რაც ვფიქრობ, რომ ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ არის რაღაცები, რაც ერთი არის სწავლობ, ცოდნას ვღებულობ, მეორეს გამოცდილება და მესამე გვაქვს დამოკიდებულება ცოდნასთან მიმართებაში. სამი რამ, რაც აი ყველამ ერთად რომ გავაკეთოთ. პირველი არის ის, რომ мотивაციას ახლავს სამი ძვირფასი ელემენტი. ეს არის თქვენ თავად, აი ნახეთ, აქტივიზაცია, თქვენი ნაბიჯების, მოქმედებების აქტივიზაცია. ეს არ არის მხოლოდ რომ ავდექი და პირი დავიბანე, კი არა, აი რომ ავდექი, აი ეს პირი და როგორ დავიბანე, აი როგორ გავაკეთებ. ნახეთ, მოქმედება, რომელიც შეფასება შემიძლია, აი ნაბიჯ-ნაბიჯ როგორც ახსენეთ, ნაბიჯ-ნაბიჯ შემა მოქმედებამ რა შედეგი გამოიწვია, იმიტომ რომ ამ მოქმედებას აუცილებლად სჭირდება რა? ინტენსივობა და უწყვეტობა. ესე იგი, თუ რაღაცას ვაკეთებ, აი თუ გით ნაბიჯ-ნაბიჯ ვაკეთო, ამას აუცილებლად მივანიჭოთ მნიშვნელოვნება, ხო? და აი მუდრეკობა, მედეგობას რო ვახსენებ, ხშირად აი ამბობენ რომ რა არის ეს, ხო, აი мотиваციის ნაწილში რა არის ეს? ეს არის ფაქტორი, თქვენი მუდმივი ძალისხმევა, რომ ნაბიჯები გადადგათ. სტანდარტულ თემას გავაზიარებ, ხშირად ესეც მე ვფიქრობ, რომ ისევ სტიგმატიზირებული თემაა, მაგრამ ვიტყვი ეს რა, თქვათ ჯანსაღი, გიდეთ რომ წონაში დაიკლოთ, პირობითად ავიღოთ, ხო? და ამბობთ, რომ არ ვიცი, აი, არის 50 კილო მინდა, ან 50 კილო მინდა დავიკლო, ეხა ერთ ან მოვიმატო პირიქით. ან პირიქით, ხო? კაი, 7 მინდა დავიკლო. და ნახეთ გვერდთულება, ხო? ეხა 50 საკმაოდ ბევრია, ხო, რომ წარმოვიდგინეთ, ხო? მაგრამ თუ ჩვენ აი ზუსტად ამ კომპონენტს გამოვიყენებთ ელემენტს, რომ უდრეკობას, ანუ მედეგობას, უწყვეტობას და ამბობთ, რომ იცი რა, მოდი, ლია, იმდი 3 თვეში 8 კილო დავიკლოთ. აი მე პრაქტიკულ მაგალითს, ჩემს მაგალითს ვაზიარებ, ხო? აი პრაქტიკულად საუბრობ, ხო? არა მარტო თეორიად, კარგი თეორია, კარგი პრაქტიკაა, ხო? ამიტომაც ეს უწყვეტობა ნიშნავს, რომ თქვენი მუდმივი ძალისხმევა. ესე იგი ძალისხმევას გავწევ იმისგან, რომ ჩემს მიზანს ანუ არ უნდა ვიჩქაროთ. ადამიანებს ეჩქარებათ ხვალ ამაზე ვიტყვი ეს ფოთვის ერთ-ერთი ნუ ცხადია ეს ჩვენი ცხოვრების სოციალური კონსტრუქცივიზმი, ჩვენი გენდერული სტიგმების, კარიერულ ცხოვრებაში არსებობს აინერაოდენობის მითები და ან კარიერული ჩვევები, რომელიც დაგვასწავლებს და გვეგონა რომ ასე იყო ჩვენი ცხოვრება, მაგრამ არ არის ასე, ხო? და მესამე კომპონენტი ეს არის ინტენსივობა. ინტენსივობა რა არის? თუ სიტყვით გავიგებთ, ეს არის რაღაცა სიხშირესთან დაკავშირებული, ხო, ინტენსიურად ვაკეთო რაღაცა. მაგრამ мотиваციაში ჩვენ გულისხმობთ პირადად ეს არის კონცენტრაციის უნარი. გონების დისციპლინა. შეგეძლოთ კონცენტრაცია იმ საკითხთან მიმართებაში, რომელზეც მუშაობ, რომელიც გინდა რომ მიაღწიო, სასურველი შედეგი მიიღო, ხო? ეს სამი კომპონენტი თუ ჩვენ ადამიანებმა დავამუშავეთ საკუთარ თავთან და მართლაც დამუშავებად, იმიტომ რომ არ აქვს მნიშვნელობა სოფლად ვცხოვრობ თუ ქალაქად ვცხოვრობ და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ რა ის ვარ ან რა პროფესიაში ვიყავ, ყველასთვის თანაბრად მნიშვნელოვანია ეს ეტაპები. ხო, მაგრამ ნებისყოფა ჭირდება ამ ყველაფერს და ზუსტად აი აქ ვიჭადებით ხოლმე ადამიანები. ნებისყოფას ეს ხოლთ არ არის რაღაცა თვისება, ესეც უნარია, რომელსაც მუშაობთ, ისე შორის ამ უნარზე მუშაობთ ზუსტად 5 წლამდე ასაკის ბავშვებში და მუშაობთ შემდეგაც, სანამ მანამ 14 წლამდე ადამიანის ზრდის ეტაპს ამთავრებს. შობელი საკუთარი ნებით არ ჩაანაცვლეს ბავშვის ნებისყოფას, ის საკმაოდ დამოუკიდებელი გაიზრდება და ეგ კომპონენტი ექნება დამოუკიდებელი. შეიძლება ჯობლება იციან, რომ დედამშია არაშვილო გეძინება, ამ შემთხვევაში ძალიან დიდ პრობლემებს აწყდებენ მერე და მერე იძახიან, აი 40 წლის ბავშვი მყავს სახლში. ახლა უკაცრავა შენ უწყვეტდი მთელი ცხოვრება რა უნდა გაეკეთებინა და გეყოლება 40 წლის ბავშვი. მე წამოვიღებ ესეთ ელემენტს პატა დიალდი, რომ თქვენ ანუ მშობელმა გადაწყვიტა რა გააკეთოს, ხო ამ შემთხვევაში. ანუ мотиваციაში პირველი რასაც ვამბობთ, ეს არის გადაწყვიტო შენ ზუსტად გადაწყვიტო, რომ შენი მნიშვნელოვნება საკუთარ თავთან და შენი აზრი დამოკიდება საკუთარ თავთან იყოს თავარი. იმიტომ რომ უმრავლეს შემთხვევაში, როდესაც ადამიანები არიან დეპრესიაში, ადამიანები განიცდიან სხვადასხვა ტიპის წუხილებს, არიან ტრამვირებულები,
ან თუ გით მარტივად სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არ არის სასურველი, ძალიან რთულია ერთჯერადად ეს ადამიანს უთხრათ, რომ პირობითად ავიღოთ, რომ აი ასე უნდა გააკეთო, ამ მშობელმა თუ გინდ უთხრათ, უნდა გააკეთოს. აქ საჭირო არის, მნიშვნელოვანი არის ვიმუშაოთ ადამიანმა იპოვოს საკუთარი მნიშვნელოვნება და ხშირად გვაბიძდება, რომ ეს ჩვენი ბავშვები არიან პიროვნებები, რომლებსაც აქვს ეს მნიშვნელოვნება, ისინი დაიბადნენ იმისთვის, რომ იყვნენ ბედნიერები და როდესაც დაიბადებიან იმდენ რაღაცა იარლიყებს მივაწებებთ, იმდენ რაღაცას გავაკეთებთ, რომ შემდგომში გვიწევს ამაზე ფაქტორად მუშაობა. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ასევე რწმენა, გჯეროდეს საკუთარი თავის. აი, როდესაც ეს მოხდება, მაშინ мотиваცია ძლიერდება. აი, რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თუ გით აი ცირე, სხვათა შორის მუშაობთ, ანუ უშუალოდ უძღვები мотиваციის პროგრამას და ეს არის 100 გზა, როგორ ესე იგი мотиваცია როგორ შევქმნათ ადამიანებს და გარდა ამისა, ხოლმე მაქვს ჩემი თქვათ ნაპოვნი, ნანახი, ასე ვთქვათ, ინსტრუქციები, არჩევები, მოდი ესე გავაკეთებ, რომელიც დაგვეხმარება мотиваციის ამაღლებაში. პირველი პრინციპში უკვე ვახსენე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია. იპოვო, აი თუ რაღაც აი გაწუხებს და აი არ ხარ კარგად, ნუ გვაქვს ამის უფლებაც, რომ მოწყენილიც ვიყოთ, ხო ეგრეა. იპოვეთ ის საქმე, რომელიც ძალიან გიყვართ და გააკეთეთ ის. ნებისმიერ რაც მოგწონთ, აი გეხალისებათ იმ საქმის კეთება, ეს საქმე აკეთეთ, ეს აუცილებლად გამოიღებს შედეგს. რამდენ ენერგიასაც დაახარჯე, იმდენს მიიღებს საპასუხოდ ჯამში. ხო, მეორე კომპონენტი, გარდა იმისა, რომ ვიპოვეთ საყვარელის, მოდი ეს ვთქვათ, საყვარელი საქმე, რაც მომწონს, რომ გავაკეთო იმ დროს. ხო, ამას დავაკვირდ. ვაკეთოთ, რა თქმა უნდა, თუ საყვარელ საქმეს პოულობთ, ესე იგი ჩვენ მუდმივად შეგვიძლია, რომ мотиваცია უფრო და უფრო აბამაყოთ, ხო? მეორე კომპონენტი, ვფიქრობ, რომ ძალიან რელევანტურია ყველა ადამიანისთვის, რასაც ახსენებდით, თვითწმენასთან დაკავშირებით, ან თუ გინდ ნებისყოფასთან დაკავშირებით, ეს არის აი გავაუმჯობესოთ ჩვენ, ავიმაღლოთ თავდაჯერებულობა. მოდი ესე ვთქვათ. თვითშეფასებაზე ვიმუშაოთ. ხშირად ეს თავდაჯერებულობა და мотиваცია ერთმანეთთან სრულად კავშირში, აი ჩათვალეთ, რომ რამდენად თავდაჯერებული ადამიანი იმდენად მარტივად შეძლებს мотиваციის პოვნა საკუთარ თავში, ხო? ჩვენ ვეძებთ საკუთარ თავში мотиваციას აუცილებლად. ეს აი ნახეთ თავდაჯერებულობა, მე რომ ვმუშაობ თავდაჯერებულობაზე, ნახულობთ, რომ დაკავშირებული ეს კომპეტენციასთან. ეს კომპეტენციაც არ არის რაღაცა უბრალოდ გასაშვები ტერმინი, ან უბრალოდ გამოსაყენებელი ტერმინი, იმიტომ რომ კომპეტენციის აი ვთქვათ შეძენას და გაუმჯობესებას, ანუ სჭირდება მუშაობა. თუმცა რაღაც გვარის მიხედვით რო არის აი მეორფის ისა კომპლექსი რაღაცა ერთ-ერთი არის, რომ მაღალი კომპეტენციის მქონე ადამიანები ხშირად უფრო დაბალი თვითშეფასება აქვს საკუთარი უნარების და პირიქით დაბალი კომპეტენციის ადამიანები ვერც კი ხვდებიან, რომ დაბალი კომპეტენცია აქვს. სტატისტიკურად, მაგრამ მე ესე ვიტყვი, კომპეტენციას ჩვენ გავიმარტავთ სხვათა შორის ევროკავშირმა 15 ივლისი ზოგადად აღინიშნება როგორც სოფლიო ახალგაზრდების უნარების დღე და ევროკავშირმა წლების წინ შეიმუშავა ძალიან საინტერესო კომპეტენციათა ჩარჩო, რომელიც ახალგაზრდებისთვის შეიქმნა, თუმცა სავსებით რელევანტურია ეს ყველა ადამიანისთვის, იმიტომ რომ კომპეტენცია არის ის, რითაც ვაკეთებთ ჩვენ საქმეს და გვაქვს ცოდნა, ნახეთ, გვაქვს ცოდნა უნარები და მესამე კომპონენტი გვაქვს დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. შესაძლოა მე რაღაცა ცოტა აი თქვენ რომ არ ჩავარდეთ ესე რომ რაღაცა ვიღაცას ვინც მაღალი აი კომპეტენტური ნიშნავს ადამიანი, რომელსაც აქვს ცოდნა იმ საკითხის მიმართ, რომელსაც აქვს უნარი როგორ გააკეთოს ეს საქმე და იცის, ნახეთ, აი როცა ვამბობთ როგორ, ეს მარტო უნარი არის შენი შეფასება, დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. ანუ როგორ იყენებს შენს ცოდნას. და წარმოიდგინეთ, რამდენი ლექტორი ყოლიათ შესაძლოა, რომელიც კი კარგად იცის, მაგრამ, რა ვიცი, შეურაცხყოფა მიაყენოს სტუდენტს. აი ესე იგი, რა გამოდის, რომ თურმე კომპეტენცია ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ რაღაცა საკითხის ცოდნა, არამედ მისი სწორად გამოყენების შესაძლებლობა. ამიტომაც ვფიქრობ, რომ კომპეტენციაზე მუშაობა, თავდაჯერებულობაზე მუშაობა მნიშვნელოვანია, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ვფიქრობ, აი мотиваციაზე როცა ვსაუბრობთ, შეგვეძლოს, აი ხშირად მეუბნებიან ხოლმე, რომ რაღაცა შიში როცა აქვს, შიშის განცდა როცა აქვს, რაღაცა რაც მინდა, აი სიგიჟეთ მეჩვენება ლია, აი რაღაც მეშინია ლია ამის გაკეთება და მაგ დროს ვეუბნები, რომ აი მოდი დაანაწევრე ის ნაბიჯების მოქმედებები, რომელიც ამ მიზნის მისაღწევად სჭირდება. Step by step. მოკლედ პატარა ნაბიჯებით გადავდგათ და მეოთხეს მაინც ვიტყვი, ეს აუცილებლად მნიშვნელოვანი არის. აუცილებლად დააფასეთ თქვენი მიღწევები.
აი თქვენი შრომა სამსახურში არა ვარ, დიესახლისი ვარ. დავაფასე რომ აი დღეს რო ეს გავაკეთე, ამან რა შედეგი მომიტანე. ხო აი დავაფასოთ და ხშირად ვამბობ რომ ბედნიერი ადამიანები უფრო მეტად აფასებენ და მადლიერები არიან, ამიტომაც რაც მეტი ბედნიერი ადამიანი გვეყოლება, უფრო მეტი სიკეთე. დიდი მადლობა თქვენ ამ ინფორმაციისთვის. ამოუწევთ